სახელითა მამისათა, რაძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის 12 მოციქულის ხსენების დღე. და იქიდან გამომდინარე, რომ სვეტიცხოვლის ტაძარი სწორედ 12 მოციქულის სახელზე არის აგებული, არის სვეტიცხოვლობაც. არის ხოლმე ასევე ოქტომბერში სვეტიცხოვლობა, როდესაც არის მირომდინარე სვეტისა, ცოცხალის სვეტიცხოველი, რატომაც ქვია, რაც უკავშირდება წმინდა ნინოს ცხოვრებას და უფლის კვართის დღესასწაული. ამ დროს არის ხოლმე კიდევ სვეტიცხოვლობა და დღეს, რადგან თავად ამ ტაძრის დღესასწაულია, რომელიც 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ჩვენ მოვისმინეთ, 33 ფსალმოს კითხულობდა მე დავითნე და იქ იყო ასეთი სიტყვები. მოვედით შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწავოთ თქვენი. რომ შევხედოთ, ესე იგი, თურმე ყოფილა, თურმე ვამბობ იმისთვის, ვინც შეიძლება პირველად ეხება ამ სიტყვას, პირველად ისმენს. ყოფილა ისეთი შიში, რომელიც არამც თუ არ უნდა მოერიდოს ადამიანი, უნდა ისწავლოს კიდეც. ზოგადად შიში არ არის სწორი, რა თქმა უნდა, შიში ურწმუნოების ნიშანია, მაგრამ აი ეს შიში, უფლის შიში, თურმე ადამიანმა უნდა ისწავლოს. ახლა რა სარგებელს მოუტანს, რა არის ეს შიში, რისთვის ჭირდება ადამიანს. ჩვენ, როგორც ვიცით, წმინდა მამათაგან ამას თავისი საფეხურები აქვს. პირველი საფეხური ეს არის, როდესაც ადამიანს ღვთისა ეშინია იმ გაგებით, რომ რამე არ დამემართოს. მე რომ ეხლა დავუშვათ, ცუდად მოვიქცე, უწმინდურად მოვიქცე, დავუშვათ, უწმინდურად მოვიქცე, რამე უბედურება არ მოხდეს ჩემს თავს. ხორციელი გაგები თავის დავაცხადებ, მაგრამ ეს პირველი შიში დამწყებთათვის არის და უფრო ხორციელია. პირველი საფეხური. ხო გქონია ალბათ ჩვენც, რომ გვეშინია, მე რამე არ დამემართოს, ეს რომ გავაკეთო, ის რომ გავაკეთო. მერე ადამიანი ცოტა თუ ზემოთა საფეხურზე. ახლა ჩვენ მაგალითად მეგობრები გვყავს, ოჯახის წევრები გვყავს, მშობლები გვყავს, მეუღლე გვყავს, შვილები. ჩვენ არ გვეშინია არც. ახლა სანამ პატარაა ბავშვი კი მშობლის შიში შეიძლება გქონდეს, თუ მით უმეტეს კაცრია მშობელი. მაგრამ რო იზრდება ადამიანი, მშობლის კი არ ეშინია. მშობლის კეთილი განწყობის დაკარგვისა ეშინია. ვაი მამამ, ესე იგი მამას გული არ ვადგინო, დედა არ გავანაწყვენო, ამისი ეშინია. და შეიძლება კი არა, ნამდვილად ასეა. რასაც პატარაობაში შიშის გამო მაინც გაბედავდა, რო იცოდა, რომ რაღაცა შეიძლება მკაცრად დავისაჯო. იქ მაინც შეიძლება გაებედა. მაგრამ რომ იცის, რომ ამით უკვე გულს ადგენს, იქ უფრო ვეღარ გაბედავს. ანუ ეს შიში უფრო ძლიერია. რომ მისი კეთილი განწყობის დაკარგვის შიში უფრო ძლიერია. და შემდეგი საფეხურია და ეს გაცილებით წმინდაა ვიდრე ის პირველი. თუმცა ის პირველი თავის ადგილზე სწორია და კარგია. ნახე, კიბესაც თავის საფეხურები აქვს და თუ არ არის პირველი, მეორე ვერ გამოიყენა. მეგობრის არ გვეშინია ჩვენ, მაგრამ მეგობრის კეთილი განწყობის დაკარგვისა გვეშინია. მეუღლის თუ რაღაცა მეზობლის თუ ვინც გიყვარს მით უმეტეს, არა? მაგრამ არც ეს არ არის სრულყოფილი შიში. ამასაც ნაკლი აქვს. რატო აქვს ნაკლი? ერთი თუ შიშის გამო, ერთი თუ ტანჯვის შიშის გამო იკავებ თავს, მეორე რაღაცის კეთილი განწყობა რომ მოიპოვა რა. აქ რაღაცას გეშინია, იქ რაღაცის მოლოდინი გაქვს. ამიტომ არ არის არც ეს სრულყოფილი, თუმცა იმ პირველ ჯობი. მაგრამ სრულყოფილი შიში არის ის, რომ არა რაღაცა დაჯდის გამო,
არა რაღაცის მიღების გამო, არამედ თავად ამ სათნოების სიყვარულის გამო, აი სიწმინდე გიყვარს და ამიტომაც აღასრულებ. იმიტომ ეკცევი მეგობარს თუ ოჯახის წევრს თუ ნებისმიერს ღირსეულად, არა იმიტომ რომ ის რამეს გამოელი, არაფერს არ გამოელი, მაგრამ თავად ეს ღირსებაა შენთვის მნიშვნელოვანი, რატომაც ეკცევი. და აი ამ შიშს წმინდა მამათა მიერ და ასევე იოანე ღვთისმეტყველის მიერ ეწოდება სიყვარული. ის ამბობს, რაღაცას მაღვიძარა უყენია, ახლა იღვიძებს ხოლმე. შიში არა არის სიყვარულსა თანა, არამედ სრულმა სიყვარულმა გარე განდევნის შიში. რამე თუ შიშსა ტანჯვაი აქვს, ხოლო მოშიში იგი არასრულად სიყვარულსა ზედა. და ვინც უკვე ეს მოიპოვა, იმას არ ეშინია რაღაცის, არც რაღაცას მოელის, არამედ თავად ამ სიწმინდის გამო შეუძლია რომ შეეწიროს, აი მოწამეთა ცხოვრება რა არის, შეუძლია მას რომ შეეწიროს, იმის გამო რომ ეს არ დაირღვეს და აი 127 ფსალმოში ჩვენ ასეთ რამეს ვკითხულობთ. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა და რომელნიო ლენა გზათა მისთა. და წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, ან ბედნიერია ყველა ვისაც ეშინია, ვისაც ღვთის შიში აქვს, რომელთა ეშინის უფლისა და რომელნიო ლენა გზათა მისთა, რომელიც მისი გზებით მიდიან. ნაშრომი ნაყოფთა შენთა ის ჭამოშენ, ნეტარი ყო და კეთილი გეყო შენ. აი ნახეთ როგორ ის არის, თუ ღვთის მოშიში ხარ. ცოლი შენი ვითარცა ვენახი, მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათ. როგორც მსხმოი არე ვენახი, ისეაო შენი მეუღლე. შვილნი შენი ვითარცა ახალნერგნი, ვითარცა ზეთისხილისანი, გარემოის ტაბლისა შენისა. შენი შვილები შემოვწყდარა შენს გარშემო. აჰა ესე რა, ესრეთ იკურთხოს კაციო, რომელსა ეშინის უფლისა. და აქ ახლა არ არის მდიდარი ხარ თუ ღარიბი, ამაზე არ არის, ჯანმრთელი ხარ თუ ავადმყოფი, ამაზე არ არის, რა სოციალურ ფენას მიეკუთვნები, ამაზე არ არის. ეს არ არის განსაზღვრელი, არამედ ის თუ რამდენად ღვთის მოშიში ხარ ადამიანი. აი დღევანდელ სახარებაში რა ეწერა? დღევანდელ სახარებაში რა ეწერა? ესე იგი, მაცხოვარი მივიდა გერგესეველთა მხარეში და იქ შეხვდა ორი ეშმაკეული. ზოგი მახარებელი ერთ ეშმაკეულს აღწევს, ანუ იმ ორიდან რომელიც უფრო მეტად იყო ეშმაკეული, იმას აღწევს. ზოგი ორივეს აღწევს, რომელიც ორს ამბობს, იმიტომ ისე რომ აქ რამე დაპირისპირება არ არსებობს. და ისინი ეუბნებიან, რატომ მოხვედიო ჩვენთანო, დროზე ადრეო ჩვენს დასატანჯავად. ეშმაკეულები არიან, იციან ეშმაკებმა რომ ისინი დაიტანჯებიან და ისინი უკვე იტანჯებიან. და ისეთები იყვნენ ეს ეშმაკეულები, რომ ჯაჭვებითაც კი ვერ აბავდნენ. წარმოიდგინეთ, იმ მხარეში ადამიანებს გავლა უჭირდათ, ვერ მიდიოდნენ ამათი შიშის გამო. და უფალი როდესაც მიდის, ისინი ეუბნებიან, რომ რა გინდა ჩვენგან, რატომ მოხვედი დროზე ადრე ჩვენს დატანჯველად. და ეკითხება, რა არისო შენი სახელი? და ეუბნებიან, ლეგიონია ჩვენი სახელი. ეს დაახლოებით 5000-დან 7000-მდე ადამიანს ითვლიდა რომაული ლეგიონიდან. ეს იმის აღსანიშნავად, თუ რამდენი ეშმაკი იყო ადამიანში. და წმინდა პაისი ათონელი ასე ამბობს, რომ თუ ადამიანი თვითონ არ მისცემს უფლებას ეშმაკს არ აქვს ადამიანზე უფლება. ადამიანი როდის აძლევს უფლებას? როდესაც განზრახ ცოდავს და არ ნანავს. ჩვენ მაშინ ეშმაკს ვაძლევთ უფლებას, რომ ჩვენზე მოვიდეს. და მერე თუ ეს მოხდა, რამდენი კვეთებულიც არ უნდა უკითხონ ადამიანს, თუ თავად ადამიანმა არ შეინანა, არა, სხვა ვერ გიშველის ლოცვით, შენ თავად თუ არ გადაწყვიტე, რომ იმას გაელოჯი. იმიტომ რომ ეშმაკს უფლება აქვს შენზე, შენ აძლევ იმით უფლებას, რომ არ ნანო. და ევედრებიან, რომ თუ აქედან განგვასხამო, გვიბრძანეო, რომ იქ
ღორების კოლტი წოვდა და გვიბრძანეო რომ ღორებში შევიდეთო და მახარებელი უბრალოდ განმარტებელი სახარების ამ მონაკვეთის ასეთ რამეს ამბობს აიო შეხედეთ ეშმაკები რომლებიც თავდაპირველად ანგელოზები იყვნენ ნათლის ანგელოზი იმ ცოდვამ იმ დონემზე დასცა რომ სანატრელი აქვს და სალოცავი აქვს ან უფალთან საუბარი ხოლოც არის ან ლოცულობენ რომ ოღონდ ღორებში შეგვიშვი წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა და შეუძლია ცოდვას ადამიანი მიიყვანოს აი ჩვენ როგორც უძღებიშვილის სიგავშია ადამიანი როდესაც ცოდავს მას უნდა რომ ღორების საკვებით ამოივსოს მერე იმითი დანაყრდეს ანუ რაღაცა საეშმაკო საქმით რაღაცა ცოდით უნდა რომ ამოივსოს ის სიხარული რა სიხარულით სინამდვილეში ღმერთთან ურთიერთობით უნდა ჰქონოდა რასაც ადამიანი მოაკლდა და ეს ყველაზე უკეთ იმან იცის ვინც უფრო მეტად წაქცეულა ვინც უფრო მეტად დაცემულა ვისაც უფრო მეტად უგრძნია ეს ტკივილი მაგრამ მან ასევე უნდა იცოდეს რომ ის ცოდვა ვერ ამოავსებს მის ნაკლოვანებას მის სიხარულს ვერ ამოავსებს ერთადერთი რამაც შეიძლება ამოავსოს არის უფლის მადლი რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმოსებელი ერთადერთი სინანულს შეუძლია რომ ადამიანს ეს მადლი დაუბრუნოს როგორც უძღებიშვილის სიგავშია მამა რომ ამბობს რომ ჩემი შვილი დაკარგული იყო და გამოჩნდა მკვდარი იყო და გაცოცხლდა და ადამიანის მკვდარი სული სწორედ უფლის მადლს შეუძლია რომ გააცოცხლოს და მიანიჭოს მას კვლავ სიხარული და უფალი თითოეულ ადამიანს ამისათვის ელოდება და შევიდნენ ეს ეშმაკები ღორებში და წაიყვანეს და გადაშეხეს კლდიდან და დაახრჩეს ზღვაში ახლა გაიქცნენ ამ ღორების მწყემსები ქალაქში და ეუბნებიან მათ პატრონებს რაც მოხდა ისინი გამოვიდნენ და ნახეთ რა საოცარი რამე ხდება ხედავენ იმ ადამიანს რომელიც ეშმაკეული იყო რომლის შიშითაც იქ ვერავინ ვერ მიდიოდა ხედავენ რომ ის არის შემოსილი და გონიერი ანუ გონებაზეა უკვე მოსული როგორც მახარებელი ამბობს და ეს კი არ დაინახეს მათ რომ უფალმა ასეთი რამე მოახდინა არამედ მათ დაინახეს თავისი ხორციელი ზარალი რომ ღორები დაეხრჩათ და რას ეუბნებიან ანუ იქ სადაც ღვთის მიერ სიკეთე უნდა დაენახათ მაგრამ მათ ხორციელი ზარალი ნახეს ეუბნებიან რომ გაგშორდიო წადიო აქედან ანუ ეს დაახლოებით იცით რა არის აი ჩვენ როდესაც სინდისი გვეუბნება რომ ეხლა შენ თუ ამას გააკეთებ შეიგი შენ კი მიიღებ ხორციელად რაღაც სიკეთეს ცოტა მეტს ვიდრე შენ ეს გეკუთვნის მაგრამ ეს არ შეიძლება ეს ცოდვაა და ჩვენ მას ეუბნებით რომ გაგშორდი არ გინან უგეუბნები მაგას ოღონდაც ის ხმა ჩაახშო როგორმე რომელიც გეუბნება რომ ღვთისმცნებისაებ როგორ უნდა მოიქცე და უფალს ეუბნებიან გაგშორდი და უფალიც როდესაც მათ არ უნდათ უფალთან ყოფნა ის ტოვებს და მიდის მაგრამ ბოლომდე რომ არ ტოვებს საიდან გამოჩნდა რომ ამ ეშმაკეულს ყოფილ ეშმაკეულს რომელიც ევედრება რომ გამოყვებიო უფალი ეუბნება წადიო ქალაქში შედიო და ყველას უთხარიო რა გაგიკეთა უფალმა სხვა დროს თუ დააკვირდებით სახარებიდან თუ ვინმეს რამე სიკეთეს გაუკეთეს უფალი ეუბნება არ თქვა არსადო ან თვითონ მიეფარება თვალს რომ ეს ხალხმა არ დაინახოს და აბა რატო აკეთებს აქ რატო ეუბნება რომ წადი და ქალაქში შედი და უთხარი ყველას იმიტომ რომ მათ რაღაცა დაუტოვოს ხელმოსაჭიდი ღმერთთან მისასვლელი თავის გამოსაჩენად კი არა იმისათვის რომ თლათ არ დაიღუპონ იმიტომ უგზავნის იმას და ჩვენ ცხოვრებაშიც არის ხოლმე ჩვენ შეიძლება რაღაცა ცოდავ და ღმერთს ზურგი ვაქციეთ მაგრამ გულის სიღრმეში გრჩება რაღაც ისეთი რასაც თუ კეთილგონიურულად დაუკვირდები აღმოაჩენ რომ ღმერთი შენსკენ არის და ღმერთი სინანულისკენ მოგიწოდებს აღმოაჩენ რომ ღმერთთან ურთიერთობისას უფრო ბედნიერი იქნები უფრო კი არა ბედნიერი იქნები და სხვა შემთხვევაში არ იქნები ბედნიერი ჩვენ იმისათვის რომ ადამიანმა სიხარული დაკარგა და სინდისის საწინააღმდეგო ცხოვრობს
რაღაცა გამოგონილი ბედნიერებები გვაქვს, ესე იგი, რაღაცა მოვიფიქრეთ თვითონ, თითქოს აქ გვიხარია რაღაც, თითქოს იქ ბედნიერი ვართ. თითქოს ერთმანეთს ვაჩვენებთ თავს, რომ ასეთი კარგად ვართ, ასე სიხარულიანი დღეები გვაქვს. და ადამიანს მართლაც ვისაც სიხარულიანი დღეები აქვს, სულაც არ ჭირდება ვიღაცას აჩვენოს, რომ მე ასე მიხარი. ეგ უფრო იმას ჭირდება, ვისაც არ უხარი. ამიტომაც აი ჩვენ ვეცადოთ, რომ ის ნამდვილი სიხარული რაც არის, სინდისთან სწორი დამოკიდებულება და სწორი ურთიერთობა, აი შევინარჩუნოთ, რომ ჩვენც არ გქონდეს საძებნელი ის, რომ ღორებში მაინც შეგვიშვას და აი ღორული ცხოვრებით, ესე იგი, ვაპატიეთ ამას რომ, მაგრამ ესეა, იმითი რაღაცა შვება ვიგრძნოთ, რაღაც სიხარულის სიამოვნება ვიგრძნოთ. საკმარისი ადამიანმა გადადგას ღვთისკენ ნაბიჯი, რომ მიხვდება, რომ სიხარული სად არის, რეალური სიხარული სად ელოდება. აი წუხელ გუშინ ღამით უпроსტად პეტრე პავლობის დღესასწაულზე პავლე მოციქული რას ამბობდა, რომ 14 წლის წინო ვიცი ადამიანიო, ვინც უფალმაო ზეცად აიტაცაო, მესამეცამდეო, საკუთარ თავზე ამბობს სინამდვილეში. იქ მას ესწმაო ისეთი სიტყვებიო, რომელიც ადამიანის ყურს არ სმენიაო, ნახა ისეთი რამ, რაც ადამიანის თვალს არ უხილავს და განიცადა ისეთი რამ, რაც ადამიანს არ განუცდიაო. და ის, რაც ნახა მან, რაც მოისმინა და რაც განიცადა, ის ადამიანს ელოდება, ყველა ადამიანს ელოდება, ყველა ადამიანისთვის არის გამზადებული. სახარებისეულად რო ვთქვათ, უფალმა თავისი ძის ქორწილი რომ გამზადა, ყველას დაპატიჟა, ყველას დაუძახა, ყველა დაპატიჟა, მაგრამ რას ეუბნეოდნენ? მე ცოლი შევირთე და ვერ მოვალ. მე 5 უღელი ხარი ვიყიდე, ვერ მოვალ, იმათ გამოსაცდელად მივდივარ. ვიღაცამ ყანა იყიდა, აგარაკი იმის სანახავად მივდივარ. ახლა ჩვენ თუ ამ სიას გავაგრძელებთ, ჩვენც რამდენ რამეს შევმატებთ. მე ამიტომ ვერა, მე იმიტომ ვერა, კი ბატონო უფალმოუთხ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ იხილავს გემოს სერობისა, ანუ სასუფევლისა. ამიტომ წადი გზაჯვარედინებზე, მოედნებზე, ყველას დაუძახე და შემოიყვანე აქ. და იმათ, ვინც ესე ზურგი აქვს, ისინი ვერ იხილავენ, იმიტომ რომ საკუთარი გადაწყვეტილებით. აი ზიარების ლოცვებში რო ვკითხულობთ, უფალო, შენ მხადი და მე გევდიო. შენ მომიხმობ, უფრო გასაგებად რომ შენ მომიხმობ, მომიწოდებ და მე გაგირბივარ. აი ესე ვაკეთებ ჩვენ სინამდვილეში. უფალი მოგვიწოდებს სიხარულითაც, ხან წუხარებით, ხან განსაცდელით, ხან რაღაცით უსიამოვნო შემთხვევებით, ხან რაღაც პასუხისმგებლობით და დაკისრებით სიტყვაზე. და ჩვენ გაურბივართ. და გაურბივართ და როგორც ადამი და ევა ცდილობდა ეშმაკმა ასწავლა ეს სინამდვილეში, რომ ღმერთის გვერდის ავლით ბედნიერება ეპოვათ და მათ ვერ იპოვეს, ადამიანსაც დღეს ესე სთავაზობს ეს წუთისოფელი. ღმერთის გვერდის ავლით იპოვ ბედნიერება. მაგრამ როგორც პირველმა ადამიანმა ვერ იპოვა ეს, ვერც მეორემ და ვერც იმის შემდგომ ვერავინ. და კეთილგონიერი ადამიანი თუ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ღმერთის გვერდის ავლით ბედნიერება უბრალოდ არ არსებობს. არამედ ბედნიერი არის, როგორც დღევანდელი ფსალმუნი რაც ვთქვით, ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა და რომელი ვლენა გზათა მისთა. ვისაც ღვთის შიშია და ვინც მისი გზებით დადის. აი პირველი ფსალმუნი როგორ არის? ნეტარ არის კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და რომელიც თავი დღე და ღამე ზრახავს უფლის რჯულზეო. და რჯულსა უფლისას არის ნება იმისი და რჯულსა მისა ზრახავ მიგი დღე და ღამე. ანუ ყველაფერში იმას განიზრახავს, რომ ეხლა რა არის ღვთის ნება. და აი არის ბედნიერი. ღმერთი შეგვეციოს, ღმერთმა მოგვანიჭოს ბედნიერება და დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ ღმერთმა. ჩვენ 4 შაბათს დიდი ალბათობით არ გვექნება პარაკლისი, იმიტომ რომ ეს ბავშვები 2 შაბათს კი გვექნება. ღვთის მადლით. და 4 შაბათს სავარაუდოდ არ გვექნება, იმიტომ რომ ახლა ბანაკი იწყება. ეს ბანაკი უშუალოდ არის
საუდგომო შეჯიბრება იყო ჩვენთან ბავშვებისთვის და ვინც იშრომა და არა მარტო ბავშვებისთვის. ვინც იშრომა მთელი 5 კვირის განმავლობაში თუ არ მახსოვს რამდენი ტურისგან შედგებოდა, ვინც მოიპოვა ეს არის სწორედ მათთვის. ეს მათი შრომის შედეგი, მათი დამსახურება. მართლა კიდე ბევრი ასეთი შრომა შეიწიროს მათი. 12 წლის ქვემოთ ბავშვები ვინც ახართ, ცოტა ხანი არ წახვიდეთ წირვის მერე, აბა. თუ რამე ისეთი გადაუდებელი საქმე არ აქვს. თუ სამსახურში აგელოდებიან, ჩვენთან არის ღმერთი.